მოგესალმებით. მე მგონი პირდაპირ გამარჯობა. ხო? აი ეს ტიპი არის ვიღაც ბატიკაძე. ვიცი. ხო. კატო ბატიკაძე. კომენტატორი. ცუდი კომენტატორი, როგორც მე მეუნებიან. მე არ ვიცი ახლა ფეხბურთში ვერ ვკვე, მაგრამ რაც მაგის საქმე არ არის, იმას აკეთებს. ხო და აი ამასაც რუსულად აკეთებს ხა დაინტერესდება, თუმცა არაფერი არ იცის. ინტერნეტშიც ვისა რომ ვიცნობდი და ნაცნობებიც ვიცნობ, ორი წიგნი არ უნახავს ერთად დადებული ერთმანეთის გვერდზე შეჩემა. და გეოპოლიტიკას ანალიზებს აკეთებს, ბიჭო. აი, საიდან მოდის ეგ? საიდან იცის ეს რაღაცეები? TikTok-ზე ნახა ორწუთიანი ვიდეო, შალვა რამიშვილს უსმინა და გურის და იმას. ხო და რაღაცა ვიღაცას კობახი. ამან ეხლა დაალაგა თელია ეს ყველაფერი იცის. ტრამპიდან დაწყებული ურსულა ვიღაცა ისა პროცეს ზელინსკი, პუტინი, ეს ამას იზამს პუტინი იმაზე, ეს ამას იზამს და ამასობაში შენ აქ ციგარიბეში შეიძლება ცხოვრობ შეჩემა კალბასი 15 ლარი გახდა თუ რაღაცა სახე გაქვს ახეული და ხელფასი არ გეზრდება და ყველაფერი ძვირდება და ეგეთ უბედურებაში ცხოვრობ, მაგრამ თავში წნადა ტრამპი მოლა ახლა და ზელენსკი და რაღაცებს იძახი შეჯერმა რა იცი ბიჭო რა ყველაზე ტიპები თელ ცხოვრებას რო უთმობენ გეოპოლიტიკის შესწავლას იმათ მარიციან ზუსტად რა ხდება და გამოდიან ერთ დღეს ამბობენ რაღაცას და ჩემი მეორე დღეს სხვა მეორე ხდება ხოლმე იმის მიმეებით არიან აკვი ამით გასაგები ამათ იციან ყველაფერი ხო მაგრამ ამათ მაიციან რომ პუტინის გეოპოლიტიკური თამაში არის ეს ყველაფერი და ის არის არა აქ მე მგონი ამ პარტანობის უმაღლესი ლეველია ეს ბაციკაზია თუ რა ვიცი კენობის უმაღლესი ლეველი ბაცალიკაზე თუ რაღაცა კიდე ერთხელ ვამბობ მე არ ვიცი როგორ მიყავს ფეხბურთი მაგრამ ამასინად სეტანტა სპორტის განცხადება კი არ ვნახე ვიღაცა მიწერა სეტანტა სპორტს რომ სეტანტა სპორტმა გააკეთა ეგეთი განცხადება რომ კომენტირების ემოცია და ანუ არ არსებობს ქვეყანაში და ამიტომ ჩავახსენ ეგ გააკეთა სხვა შორის გამჭვირვალობის კანონზე როდის აქციები იყო მაშინ პირველად ხო ანუ იმდენად სენსიტიური ტიპები არიან სეტანტაში რომ ფეხბურთის კომენტირება არ შეუძლია სეტანტა ოღონდ ამავდროულად სეტანტას აქვს ოფცია იმიტომ რომ მე სეტანტას გადამხდელი ვარ მე ვყიდულობ სეტანტას სერვისებს თუ ზუსტად მახსოვს 9 ევროს და რაღაც ცენტს ვიხდი ყოველ მაგაში სეტანტას აქვს რუსული ენა მე შემიძლია რუსულ კომენტირებას უსმინო სეტანტაზე აი ხედავ გიბიძგებენ რა მაგრამ უყურე მართავარი ცირა არის სანამ ესე გავიცი ბარათს რუსულად უსმენ იმიტომ რომ არ შეიძლება მაგათი მოსვლა არა ხო და უყურე არის სმინება მე ვერ მეგობრებო უკრაინაში არის ომი სისხლისღვრელი ომი ახლა უკრაინის კომენტატორებისთვის ეს ხომ ძალიან ტრამატულია ანუ უკრაინაში კომენტირება არ ხდება მაგრამ მაგას თავი დავარ ბიჭო ეს ტატო თუ შევა ამ ტიპს რა გონია იცი თავი გონია კიტრი და იძახის რომ აი ჩვენ რომ მოგვისმენს ადამიანი ან ვიღაც რომ გამოდის და ჩემი აზრით ჩვენ ძალიან გასაგებად უხსნით რაც ხდება მაგრა და ხო და ამას რომ გაიმეორებს არის დებილი და თვითონ არის სინათლის მე რა ვერ გავიგე იცი აი ეს ტატო ბაციკაძე და გვერდით რო ის კალატოზე უზეთ ესე იგი ან თავიანთი აზრით რაღაცა PhD უნდა იყო იმაში პოლიტიკაში და სოციალურ მეცნიერებებში ხო რომ რამეზე ხმის ამოღების უფლება კონზე იგივე ლოგიკით თვითონ ვაფშე რატო აკომენტარებენ პოლიტიკას რო შეხედავ ყველაზე არა ლეგიტიმური სპიკერები არიან პოლიტიკის იმენა გაგეცინება არაფერი არ არის კალბასი გაძვირდაო ეკონომიკურ სიდუქჭირეზე ხო ტრენდს ნახავენ და იმას აყვებიან მე ხა ამათი კარგი ამაზე ამ ვიდეოს მე მოჭრიან თვითონ დააკომენტარებ იტყვიან რომ აიო ჩვენ რო ვართო ერთადერთიო ნეიტრალური პოზიციის დამხის რომ მაგიტო გვირთყავსო სამთავრობო პროპაგანდა თქვენ და აგერმე თუ ეგ მე მგონი პენისები რო არიან მაგიტო ვიტყავს ფეხს მე მგონი ისინი არიან გახაბიტები ესენი არ ვიცი ვინ არის მისცეს თუ არ ვცდები მე სოციალური ჰაბიტუსი მაინტერესებდა მათ საინტერესო აქციის მონაწილეა ქალბატონი რომელსაც გაუშვებთ ახლა ერთ-ერთი გრანდიოზული პოლიტიკის გამტარებლის და ქართველი გენიალური პოლიტიკოსის დედა თქოთ ისე უყუროთ რომ ჯერ არ მოგწ ვისი დედაა და მე რო ვიტყვი ვისი დედაა მე გაიგებთ ვისი დედაა ვისი დედაც არის ანუ მოусმინოთ ოპოზიციონერის დედას ხვეფლი უნდა ვიყო და განსხვავებული აზრი რას ნიშნავს განსხვავებული აზრი ნიშნავს ქვეყნის ღალატს ასე არ არის ეს არის მეგობრებო აბა თუ გამოიწვევს არა ჟურნალისტი რო უძვეს ასე არ არის ალბათ არა ჟურნალისტი კი TV პირველის დაბა დატრენინგებული ჟურნალისტი არა ისა კიდე ჟურნალისტი კი აზრი ნიშნავს ეს არის მეგობრებო ჭიჭე ვაშაძის დედა ჭიჭე ვაშაძის მამა იყო და მისი გახლავთ ჭიჭე ვაშაძის მამა იყო რაიკომის დივანი
ჭიათურაში, დედა ალბათ ასევე აქ. ჭიჭე კინაღამ რო გავახავ ვიღაცა მიქ ინტერვიუს რო აწლეოდა შეგალეწა სახეშიო და ხო, აი. ხო, აი ესეთი ოჯახური ტრადიცია სწორიც არის, იმიტომ რომ ეს არის ამ ოჯახს, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული კომუნისტური საფუძვლები და ეს კარგია. ბაბუაჩემიც კომუნისტი იყო, მამაჩემი ანტიკომუნისტი გახდა და ბაბუაჩემს და მამაჩემს შორის ყოველთვის იყო ეს დაპირისპირება, რამიშვილი და მენშევიკიო რო თქვა იმან, მაგრამ კომუნისტებს პატივისცემს ზოგიერთს და აქვთ ესეთი აზრი, რომ განსხვავებული აზრი არის სამშობლოს ღალატი. ოღონდ ეს როგორი კომუნისტი იყო 30-იანი იყო კომუნისტი, რაზე არა 30-იანი წლების ბოლშევიკურ ოჯახში არის გაზრდილი. დიდი მადლობა გავიგეთ დედანახე, მაგრამ დედანახე, მამანახე ვიდეო მე თითქოს ყველა ნახე მაქვს, ძალიან მაგარია, აკია ბარბაკაძე და ვახო. მაგრამ სანამ აკია ბარბაკაძე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა ჭიჭე ვაშაძის დედამ, რომ განსხვავებული აზრი არის ქვეყნის მტრობა. იმიტომ რომ მთელ ადამიანები რომლებიც საუბრობენ რომ საბჭოთა მენტალიტეტი უნდა ამოიძირკოს, საბჭოთა გადმონაშთე ყველანაირი უნდა ამოიძირკოს და არ იმაზე მძლავრი საბჭოთა რეპრესიული აპარატი ვიდრე განსხვავებული აზრის მაქსიმალური დემონიზაცია, განდევნა, ჩაწიხვა სხვა რა შეიძლება რომ იყოს? მე დავამატებდი რომ მაგ პოსტულაცაც ვერ შეასრულებენ, რომ აი მაგ წესებით თქვათ ვიცხოვროთ განსხვავებული აზრი იყოს ღალატი. არა, მათგან განსხვავებულია ღალატი, თორე ეგრე სად არის ხა ის უნდა გქონდეს განსხვავებული. ვაშაძის დედაზე რო ვიდეო გავუშვი, კობახიძის მამა ვინ იყო და ყველაფერი შეიძლება დააბრალო კობახიძის მამას. ძალიან კაი კაცია, რატო უნდა დააბრალო, მაგრამ კომუნისტი დაღდათ იყო და EDP-ს წევრი იყო და კომუნისტებს სადაც დაიჭერდა იმ დროინდელ კომუნისტებს დედას უკლავდა. ამიტომ ააცილეთ დიდი ბოდიში. კარგი. გაუშვათ აკია ბაბაკაძე? ძალიან მაგარია. გაუშვ. არ გინახავს ბაჭო? უყურე ხა. თქვენ ვის ხარეს ახლა? მე ვარ საქართველოს მხარეს. არა, საქართველოს თქვენ ხარ ჩვენი შვილების მხარეს თუ რობოკოპების მხარეს. რა შეკითხვა არის? აბა საქართველოს მხარეს იყავ, თქვენ კიტოვანის მხარეს იყავით და ჯაბა იოსელიანის მხარეს, ამაზე ვილაპარაკოთ. მაშინ მე რომ მეკითხები. ეხლა ნახე. ეხლა ნახე. არც კიტოვანის მხარეზე და ჯაბა იოსელიანის. იცით რა არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და რა თავდასხმაზე გამოვიდიხართ, ეხლა იძულებული ვარ რომ მეც არა, საქართველოს მხარეზე რა. საქართველოს მხარეს და აქეთ იყვნენ უჩისტები და ვის ზვიადის მხარეზეც ვიყავი და ავტომატი არ მეჭირა, როცა შენიძახი იმ პერიოდში. მე მეჭირა, ვისესროთ იცი ავტომატი. სათემ მინახე. ავტომატი მეჭირა იმიტომ რომ თავს ვიცახი. როდის დაიწყო? 22-ში დაიწყო. 22-ში დაიწყო თუ არ დაიწყო? არა, მოიზეში დაიწყო. ხო, თავარსადაც არ დაემორჩილეთ ბატონო ვაკია, ზვიად გამსაყუდეთ და დაემორჩილეთ კიტოვას. არა, თავარსადაც ისე ხაზე წახვედით. თავარსადაც რაზე არ დავემორჩილეთ? და მაგადი ხარ ჩარიობაზე და არა, მომგებიანი არა სექტება. თქვენს და რატომ ელაპარაკებით? ჩემთვის კი არა. გარბოდი ხარ თავდასხმაზე და მე თქვენ რა უნდა მითხრათ ბატონო? აკია იმის გამო რომ თქვენ და სხვა ადამიანებად ახალგაზრდობა შეგვიცვალეს და მომავალი მართლა წაგვართვეს. იმ მოქმედებებით და ეხლა ჩემზე გადმოგა? შენზე კი არ მოი კიდე შენ მითხრა. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მომავალი შემიცვალა. თქვენ უპასუხო მომავალი არ შემიცვალა. აბა ვის შეცვალა? სიტუაცია იყო ეგეთი უნდა ყოფილიყავი. და საქართველოს მხარეს ყოფილიყავი. საქართველოს მხარეს ვიყავ. და ზვიად გამსახურდია გააგდეთ. ზვიად გამსახურდია, მე არ გამიგდი. ვინ გააგდო აბა? ხო, ნუ ამას გონია რომ მარტო თვითონ აი თქვა მხოლოდ თვითონ თუ გააგდე არის თუ არა ცხოველი, არის თუ არა ესე ცხოველი, აი ყვავს, ენოც, გარკვეული მეხსიერება აქვს, სადაც ერთხელ დაუშვათ მარცხი იწვნია, იქ აღარ მიდის. აი ეს რა ცხოველი არის? აკია ბარბაკაძე, რომელიც ვისკენ ახარო რომ ბლატაობს რა. ვირსაც აქ. ყველა ჭიას აქ ინფუზორია. ტრავმატული ნარატივების. ხო, აი ნუ ერთხელ იქ გავიარე და არ იყო კარგი მაინდა და ჩავარდი. ხო. ცუდი გზა არის. ხოჭი ცხენმა, ვირმა, ჯორმა, ყვალმა, ბეღურა მიცის რომ აქ კატები მოდიან ამ ხეზე და რატო შედის მართლა იმ ნარატივში სადაც პრობლემა. ვაკიას მე მგონია რომ ერთი კომენტარი შეგეძლოთ რომ ერთადერთი აკლია ასო ბგერა. ხო. და ყოჩახ ვახო ხუზმია ხო რატო აკია რუცაკლია მაშინ კაი ეხლა აქ არის ვიღაცა ნათია თაუბერი აცის მონაწილეობა მოქალაქეების გაღვიძება განიზრა ერთი თუ რაღაცას გაუშვებ ნათია თაუბერიძე არის გუშინ ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული გაუშვებათ სკრინი
დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან, ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, ახლა დაარეკინეს, არ და ლოგინად ყოფია, ავთყოფი დედისთვის ერთადერთი მოვლელი იყო, დედა გარდაიცვალა. მადლობ გააქრიტეკა. ანუ ეს რას გვიყვება ეს ხალი, რომ პოლიცია მიუხედავად იმისა, რომ ამან ალბათ უთხრა, რომ ერთადერთი მოვლელი ვარ დედისო, დააკავა მაინც, არ შეატყობინა ამათ ახლობლებს ან სამსახურებს, რომ დედა მოსავლელი იყო და დედა აი ამის გამო მოკვდა. ნუ ესე იგი წამებაში გვადანაშაულებს. ეხლა იგივე პოსტი ცოტა ხნის შემდეგ, update. მეგობრებო, ძალიან ბევრმა გააზიარეს პოსტი, გაუშვით რა. მადლობა მხარდაჭერისთვის, სოლიდარობისთვის. ეს ამბავი დაკავება მაისის აქციების დროს მოხდა და გუშინ გავიგეთ. ბევრი მეკითხება, ზუსტად როდის გარდაიცვალა და ამავდროულად რა მნიშვნელობა აქვს ზუსტად როდის? გასაგებია. მეგობრებო, ესე ცოტა აიკითხავდით, ოკეი იყო, ხო? რომ ამ ამბებზე მიგვეწერა, მაგრამ მართლა ანუ ბრალდება რაში მდგომარეობდა, რომ მოვკალით ხალი, რომ დაუჭირეთ ერთადერთი მოვლელი, რომელიც ალბათ ინსულინის დემს უკეთებს. ან არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. ეგეთი ხალხი არის. ჯერესეთი ეგეთი თუ ხარ და იქ ნუ მიდიხარ რა, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ანუ რა მნიშვნელობა აქვს? აი, ასე არის მათი ყველა ბრალდება. აი ესეთი ტყუილები, ესეთი დამპლობები და ჩათლახობები. და ესეც გაუშვით. მესამე ვიდეო. მესამე გაუშვით. აჩო ხურე. მოკლედ მე გადავწყვიტე ესეთი რაღაცა. რუსთაველზე ძალიან კაია. მაგრამ აი აქ ხალხ სანამ ძინავს, იქამდე ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშლება. ასე რომ გამოდით! აი ესე რენდომ საბურთალო და რაღა რენდომ აქვს ცხოვრობ. აქ ხალხ ძინავს, ძმაო და ეგრე არ მოსულა. ამიტომ ყველა უნდა შევაწუხოთ. სხვათა შორის ამან ძალიან დიდი შედეგი გამო მთელი საბურთალო აქციაზე იდგა რა მე რა. ეხლა ამას ვიღაცას მე ვიღაცა აივანზე ვიღაცა ოქროს წვიმას დააწვიმს თავს და მე ისე ნუ დააგერძმა და ოქროს წვიმა არა რაღაცები შეგიძლია თქვა რაღაცები არა აი მაგალითად დაამსავ შეგიძლია თქვა ბიჭო შენ ოქროს წვიმა ეგ არ არის ეგრე ანუ მართლა მე სხვა რა მოგიგონის ბიჭო ჩვენ ფანტას დაასხავს ჩვეულებრივად პერვერტები არის ჩაბერილი რომ ეს ხალხი გასაგები ეთებულის ლოცვები უნდა ჩვეულებრივად ბიჭო რა არის ცი დადის და საყვირით ყვირის გამოდით ნუ აი არ ეთქვა შეპრობილები არის რა ფსიქიატრია საქართველოში ძალიან მოიკოჩა ძალიან ზოგადად საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიას იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებით ასე ამბობდნენ ამერიკაში ეგრე იყენებდნენ კი ბატონო ხო და როცა ეს საბჭოთა კავშირი დაიშალა ფსიქიატრებზე ძალიან დიდი დარტყმა წამოვიდა და პრაქტიკულად გააკეს საავადმყოფო გააუქმეს და ფსიქიატრები არა ფსიქოლოგები ფუნქციონებში ფსიქიატრიული პირველი აი ეს სისტემატიზაცია ლობოტომია და ასე შემდეგ ეგ კიდევ უფრო მანამდე იყო ყველაზე მეტად აბარებდნენ ურჩცოლებს კი ბატონო ხო და რომლებსაც ქმრები ესე ხო და შესაბამისად ეს ხალხი დარჩა კოუჩების რაღაცა ფსიქოთერაპევტების იმედად და ფსიქოთერაპევტები ამას არ უნდა აი ამ არ ვიცი ახლა ეს ვინ არის მაგრამ კლეფსის სახე მინდა წარმოადგინო ამათ ჭირდება რაღაცა წამალი აგრესიული ფსიქიატრია ხო ფსიქიატრია რაღაცა ნეიროზალი ან ტრანკვილიზატორი ხო ნეიროზალი არა ბალახეული ამას უნდა როგორია ფსიქოაქტიური არ ვიცი არა კეტამინით უნდა არ შეიძლება ავტომატურად რო უნდა ის როგორ შეიძლება ერთხელ გავიცილო ეს ახალგაზრდა გოგონაა ამ გოგონამ ოჯახი უნდა შექმნას ბავშვი უნდა გაზარდოს, რაღაცები უნდა გააკეთოს და ასეთი ნერვების პატრონი და ასეთი ფსიქიკის პატრონი ამას ვერ გააკეთებს. მე ძალიან არ მინდა რომ დიდაქტიკოსის როლში გამოვიდე, ანუ სიგიჟეა კარგავ, ხო, ვეღარ ფიქრობ, ვეღარ ხო, მაგრამ იქ ჩაბეროს. ამათ რომ საბურთალოზე არ კარგავს. სახში მიდის. ქართულ დარმაცი. ქართულ კულტურასთან რაიმე კავშირი გქონდეთ ამათ. ხო, უზელათი კი არ დაივლიდა. ჩართავდა 7 კაცას გამოდის. და ესე რაღაც მაგართავდა ეცდებოდა რომ გამოეყო ნიკა გვარამია აი ნიკა გვარამია ეხა გავიგებთ ყველა სანამ ამას გავუშვებთ მოკლედ იცოდეთ რომ ნიკა გვარამია ნიკა გვარამეს უხდინა ხელფასად ქონდა 98000 ლარი და ბევრად 88500 და ბევრად ნაკლებს აკეთებს მაგფასად ბევრად უფრო უნდა ყვიროდეს და იფრიწებოდეს ნიკა გვარამია ის კაცი არის რო თქვა ბიძინა ივანიშვილის კაპიტულაციას პირადად მე ჩავაბარებო და დაიჭირე ხო და ეხაც ნახე რაღაც იმას ამბობს საინტერესო. ოცნება დასრულებული ყოფილა. ეს გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ხარეს სიმართლეა და ჩვენი რწმენა შეესაბამება ჩვენი წინაპრების მიერ დანატოვარს და ჩვენი მომავალი თავების სურვილს. ამიტომ ყველაფერი გამოგვივა.
ქართული ოცნება პრინციპში ალბათ ყველას ესმის, რომ დასრულებულია, დარწმუნებული ვარ ეს ივანიშვილსაც ესმის, ეხლა საკითხი არის გამძლეობაზე და თანამდებობაზე. ერთი 5 წელი მესმის ეს. აი ჩემო ძმა. 5 წელი. როგორ მარტო? არა, დიქტატურა გაფორმებაა. ერთუნებს დაუსვან კითხვა, დიქტატურა ფორმდება თუ გაფორმდა? ეხლა თქვენი დედა რო ვატირე. სააკაშვილი გვაქვს 20 რო იძახის? ეგ ვიდეო გვაქვს? რა 20? არის ეგ ამბავი? მაინც ეხლა გავუშვებ 1 წუთით. არა, ნუ ჩვენ ხო დაგვცინია, ნუ ტრამპის ინაუგურაციისთვის რატო ემზადებით? ტრამპი ჩვენია და რაღაცებს ხო გვეუბნებიან, მაინცა კიდეც ხო ჩამიგდეთ თუ შეიძლება? აი აქ არის. ჩამიგდეთ რა. სად არის? აი აქ არის, კი ბატონო. აი ხო ყვეთ ნახე რას ამბობს, გავუშვით. წავიდა. თუ ეს გაასტაბილურა ჩვენ ვერიც უნდა წიგეთ. ამიტომ ახლა არის შეჩერების და ეს უნდა ვაწყენობა ბუთის გლობის დრო. ახლა არის რევოლუციური მოქმედებების დრო. გასაგები 20 იანვრამდე თუ ჩვენ ეს არ დავამთავრეთო, თვითონ იძახიან 20 იანვარი დადო გახარია, 20 იანვარი დადო. ამან 20 იანვარზე აქვს 20 იანვრამდე უნდა დავამთავროთო. ამასობაში ახალი წელი მოდის და ეხა ხვალ უნდა დავამთავროთ უკვე, იმიტომ რომ მე ვეღარ ასწრებ და სერიოზული თემები გვაქვს. არა, რატო უდა ბიჭი არ გავუშვათ, აგერ გვაქვს. ნაც ლიბერალ მარკეტერები აპირებენ 31 დეკემბერს ჯადოსნური ახალი წელი აღნიშნო რუსთაველზე. ხახაკი წურაშვილი, ყველგან პოლიცია არსად ჯადოსნური ახალი წელს გაუკეთებენ ჯადოსნურ ახალ წელს. ყველგან პოლიცია არსად სამართალი გაუშვათ. გაუშვით. ვინა ეგ? ვინ იქნება? ხახაკი წურაშვილი. და მე უკანაჭრებია სისხლ აქ რა კანალი. რეჟიმის წყვილზე, უსამართლობაზე და ძალადობაზე. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, დამთავრდება აუცილებლად. უსამართლობა ტყუილი ძალადობა ხალხმა და საზოგადოებამ ზუსტად იცის რა არის სახელმწიფოებრიობა, ზუსტად იცის რისთვის უბრძოლია ჩვენს წინაპრებს და ზუსტად იცის რისთვის არის საბრძოლველი. რისთვის არის საბრძოლო ხო ესეთი სუპერკურცელი ტაბულა რაზა ესეთი სტერილური ადამიანი მე იშვიათად ასეთი არაორიგინალური აზრების წარმოება რომ ის შეუძლია არც ისე არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტები რომლებიც იქნება რაღაც სერიოზულად სადღეგრძელოს რატო პასუხი არა სერიოზულად შენ გონია რამე რაც თქვა არა არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტები რომელსაც კაპიტალი უფრო ამ კაპიტალის გასაზრდელად რეპლიკაციას აკეთებს. მაგალითად კონკრეტული ორგანოების იმისთვის რომ მოხმარებადი იყოს ისეთ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ ეს ბუნებრივი რესურსი ხმების მიტყვი და ბინძურად ბუნებრივი რესურსი რას გურე ჩვენ ყავს ზუსტად ეგეთი რევოლუციონერი და აქტივისტი აი ესეთი აბა ეხა ეს თულწინადება რო თქვი რა საჯდობს გულის ხო? არა. მაშინ რომ ძიმეთ არის. ბიჭო, თქვენი ხალხი ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია სადღეგრძელოები თქვათ, რომ დაემხოს ნელეთი საურონის სევიძეშე ოკა ვერ დაინახოს ქვაქვაზე ნუ დარჩენილა თუ სამართალი არ აღდგება. ქვაქვაზე ნუ დარჩენილა თუ სამართალი no peace no justice რაღაცა ყველგან პოლიცია არსად სამართალი. ყველგან პოლიცია არსად სამართალი. მოდი რა მოდი ამას გავუშვებ რა კაკას რომანტიკა გამახსენდა და რომანტიული ზღაპრები და ერთ-ერთი ასეთი ზღაპრის გმირ ძალიან საინტერესო მინდა გავუშვათ. მე ოფიციალურად ისტორიკოსი განათლებით არ გახლავთ, მაგრამ ვარ მოწოდებით რეკონსტრუქტორი, ვცდილობ გავაცოცხლო ჩვენი ქართული კულტურის და წარსულის ისტორია, იმიტომ რომ ეს კი არ არის მარტო წიგნში წაიკითხო რა ხდებოდა და როგორი იყო. ცოცხალშიც რომ გავაცოცხლო უპრობლიანი შუა საუკუნეების ქართული რაინდის აბჯარი არის. შიგნიდან მაცვია ცოტა გამბეზონი, რომელიც ეგ გავაჩეროთ, გიხოთები გაადიდეთ რა.
სვეტში გოგოებს რო ბლიოსკებიანი კაბა აცვიათ რაღაცნაირი ისეთი არ აცვია შეგნიდა გამბეზონი აცვია ზემოდითო გამბეზონიაო აი ხა ეს ამა კაი იაროს ჩვენც რო წავიყვანოთ ჯაჭვის პერანგებით გადაცემა თქვა არა ამა ჩვენ სამნივი რეპერებს რო აცვიათ ხო შოუზე ტიტულაზე ბრონჟილეტები ეგრე რო აი ეს გიჟი თავისუფალია და გაიაროს ბაზარი არ არის მაგრამ ამან ეხა პატარა რაღაცა ქვარო ესროლოს ან რაღაცა უცბატური რომ დაუძახოს ამ თელი ამჯრითა ჩინმენდლებითა ხო იცი ეროსის რეუნება რამაზი თქვენი ჩინმენდლებითა თქვენი ეპოლეტებითა გვარიანთ რომ გჟეჯეს აი ხა ეგ ხო იქნება ხის მაგრამ ნუ გასაგები ბიჭო ჭკვიანი ხალხი გაუშვით უკან აჭყებია რომელი შენ პოვარი უკან აჭყებია პოვარი სტუმარ მასმინძლების საპროტესტო აქცია ბებია მყავდა პოვარი ხო მე როგორ არიგა ლუკა დაწყებიაზე არ არის, რომ ბაბუა მყავდა პოვარი. და სტუმარ მასპინძლები რა არის, ანუ ჰოსპიტალიტი? ჰოსტები, გაუშვი. ძალიან დიდი ნიშანი არის, რომ ბოლი გაზდის თქვა ამ პროცესს უკვე რა და ხანძარი ჩდება ნელა და ანუ ჩემი შეხედულება ისეა, რომ ამ სიტუაციაში ან ჩავიწვევთ ყველა ერთად თავრობასთან ერთად, ან კიდევ თავრობა დათმობს და ხალხს ეცდება, რომ ხალხი მაინც გადარჩეს რა. აი ეგ არის რა, აქ არის ან მათი ჩაძირვა ჩვენთან ერთად, ან მხოლოდ მათი ეს თქვა გზის შეცვლა და დათმობა ესე თქვა რა. ბიჭო, სუქანი კატები რო არიან, ულოშები რო აქვთ. გარფილდი. ხო, არას გარფილდს ლაზანია ევასებოდა. მეგობრებო, სადღაც ეხა უნდა მოუძებნო და ამ ჰოსპიტალიტის სტუმარ მასმინძლების იმაზე ეჭირათ პლაკატი ცეცხლი ჭამეთ. კი, ეჭირათ. კი. არ არის ეგ ვიდეო, პროსტა აი პლაკატი ნახეთ. ანუ სტოპ, ერთი წუთით. საქართველოს რომელიც თავის სტუმართმოყვარეობით არის აი ეს ლიბერდებილი ჰოსტები იმ ჰოსტებს უჭირავთ პლაკატი ცეცხლი ჭამეთ თქვენ დედავტი არც გაბედოთ რომ აქ ჩამოხვიდეთ. მე ვიცნობ და აქ სტატუსებში წერია ლიბერდებილ კაფეების და სხვა ადგილების მენეჯერებს. აი ეს ბაქრაძე რო არის. ბაქრაძე ნიჩა? ბაქრაძე ქალია რა, რაღაცა პოვარია ეგეც და ბაზარში მივიდა რაღაცები გაატრაკა იქა და მოვაჭრები გლეხები გამოვარდნენ, მაგრად კინაღამცემეს. მაგრამ ამან დაიწყო რომ ჩვენ უნდა ვიყიდოთ თქვენი საქონელიო. მე ვიცი მათი მატერიალური მდგომარეობა. ძალიან დიდი პრობლემები აქვს ხალხო. თვითონ ამათ აი ამ ლიბერდებილებს აი ბატონო აი ეს რო NGO-დაციაზე არის ეს ეხა მან ყარი და უხარიათ. ანუ თვითონ მადლობა. თვითონ იქნიან შეიქმნეს დიდი პრობლემა და თავის ძმაკაცის გიგი უგულავა ინახავს ალბათ და მაკონში გიგი უგულავა გიგი უგულავა შენახული აქედან თავიდან შესაძლოა ო რა თქმა უნდა კარგი მარგველა გაუშვება რა უნდა ერთი იქნებ გავიგოთ ეს ხელისუფლებად ჩაწოლილი ადამიანები ვერასდროს გახდებიან რეალური ხელისუფლება. ათ ეს ტალღა წაშლის. აი ეს არის ასე ვთქვათ ისტორიული კონტინიუმი, რომელშიც ვართ. მაგრამ როგორც ეს გაცხადდა, ახალ წლამდე კიდე რაღაც უნდა მოხდეს. თუმცა პიროვნულად ამაზე აღება აქცენტის ჩემი აზრით არ არის სწორი. ჩვენ ვიცი რომ გამოგვაცხადეს მონება და გადამოვიდაც მას არა ვერ გავი ახალ წლამდე რაღაცა უნდა მოხდესო მაგრამ ესენი ხო ყველანი აწვევენ რომ ახალ წლამდე კონტინიუმი და იჟოგა დროს იცოდი დროს მოგდე შეფასება და იჟოგა მეგობრებო მოდი ხა ცოტა ხაბეიშვილი და დოი პატარა ანალიზი შეიძლება გავაკეთოთ მეგობრებო აი რა მინდა გისმენთ ისევ იმას დაუბრუნდეთ ეს ხალხი ხო ჩვენ გვერდით იყო ჩვენ მათი სიგიჟის და რა უნიჭოების იყვნენ და რა მარგველა ერთი წამი მარგველა აპირებდა ბინდუკიძის უნივერსიტეტის დახურვას ყველა რო გავგიჟდით რომ აშფებაო ანუ კაცი ხურავდა ბინდუკიძის უნივერსიტეტს და ეს ეხა გამოდის და ჩვენ გვეუბნება რომ ჩვენ ვართ თავისუფალი სიტყვის ჩამქოლავები და ამოუქმებლები ბიჭო აი მე ვხამერეს არა ამას მე ფული გადაუხადეს და მიშას ლობისტობა დაიწყო კი მიშას ლობისტობა მანამდე ეხლა ყველა ვინც კი ავარა და არა მიშას ლობისტობაც არ დაიწყო ბოლომდე თქვიას ვიცის რომ ქალაქში ყველა სიცხარე იყო დოკუმენტი 10000 იყო დოკუმენტები რომელსაც არ უნდა მოეხსნა გრიფის აიდუნოთ და მიშას არ გაასამართლებდნენ ესე იყო საქმე ეს უკვე გადახვდარი იყო მაგრამ აი რატომღაც არ მოხსნა რა და ნუ დაენძრა მაგრამ სხვა რამე შევდა რომ ქუჩაში ყველა შემხედრე გალახავდა მაგის გამო
ეხლა კაი რა მნიშვნელობა აქვს. მეგობრებო, ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ რა. ეს ხალხი ხო ჩვენ გვერდით იყო. ხო. ამ სიგიჟის ხარისხზე ჰქონდა წარმოდგენა. აი ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანი აი ლივჩი რო გაიჭედება კლაუსტროფობია რო და რო აღმოაჩენ რომ ფრენის რო ეშინია რომ არ იცნობ ტიპს. აი ექსტრემალურ სიტუაციებში აჩენს თავის სიგიჟეს. ვიცოდით რომ ესეთი გიჟები იქნება. ზოგი ძალიან ვიცოდით რა. აბა ვინ არ ვიცოდით? აი ის რო არის რო აბუბენის ბურჯანაძეს გავსო ის ხო, ეგ ხა რა, რო შეხედავდი, არ იცოდი ისინი რო დარბიან შეჩვენებული სასტავ, ჰა? ინჩა. ეხა ის რო გამოვიდა აკაცუკია, აქო. აი არ ვიცოდი. მოიცა ერთამი რამე მაგაზე ქონდა ილუზია რომ ნორმალური. არ ვიცოდი. უყურე ეგ მაგისმერი რატო აღარ ჩანს? აკაცუკი და ტრეიდისები, ეგ ტიპი რატო აღარ? არა, გამოვიდა და ჩემი ჯილა, მე მაგ ტიპს დავაბული. ჩემო აკაცუკი ძმო გეხო. გამოვიდა, ბიჭო, არ გისმარ. ჩვენ მაგაზე ხო გამოვიდა ილაპარაკა. მართლა. კირო, ჩვენ რომ დავცინითო მე მაშინ ოთხიო. ეთყობა ისე დაეჯვა საწყალს ვეღარ იწმინდა ჩვენ მაგრა გავშალეთ გამოვიდა ცოტა მოტეხილი თვალებში ცეცხლი არ ქონდა საკე მისა და აი მე რო ვამბობდიო რა იყო მერეო რო დამცინეს ეგრე მართლა ვამბობდიო მე ეგრე აკაცუკი და მერაბ კოსტავა ერთად რომ მოგევანდება ხო დოი გვაგდოი მე მეგობრებო მინდა გითხრათ რომ თეატრი არასოდეს არ მევასებოდა ეს ჩემი პრობლემაა აი თურმე რატო არ მევასებოდა ანუ არ მევასებოდა დოიმდე ნუ დაიყვან ძალიან გთხოვე დღევანდელი თეატრი არ მევასებოდა თეატრი მეტია ვიდრე დოი თალსაფარ ფეხბურთი მეტია ვიდრე გაზაე არა ფეხბურთი მეტია ვიდრე გაუშტა თეატრი არ არის მარტო მსახიობები, თეატრი არის ის ხალხი, ის მაყურებელი და ჩვენ შორის შექმნილი რაღაცა ატმოსფერო, რომელიც ერთად იბადება და რომელიც რეაგირებს იმ ენაზე, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეხლა ეს ენა თეატრის შენობაში ვეღარ იქნება. ეს ენა ეხლა არის. გამოვიდეთ ქუჩებში, გამოდით ქუჩებში, გააჩერეთ თეატრალები ხო ხორები გამოდით ქუჩებში, სახლებში, იყვირეთ რომ თითოეულმა თქვენთაგანმა გაიგოს ეს დაჭრილი იზმის ხმა. საქართველოს და გადაჭერს დაბლოს ტირილს უთხრობს. ჩვენი ყოფილი თანამშრომელი კრისტი ხიფშის ტირილი რო დაიწყო. აი ვაფშე მაგარი ვიდეო იყო. მაგარი ტირილი იყო. ანუ იგეთი ტოპ ტირილი ძმაო იშვიათად მინახავს. არა, ეგ ძალიან მაგარი ვიდეო იყო. მაგრა დამეოსა ხალხო ძალიან იგმად აკაცუკი ნახა აღარ ტანკები კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგიის დასკვნით ნაწილში რასალ გულის ქალიშვილი რო კვდება მარიონ კოტია რომელიც არის უნიჭერის მსახიობი ანუ იმდენად თეატრალიზებულად სასაცილოდ კვდება რომ ან მე დღემდე ვეკითხები რომ კრისტოფერ ნოლანმა ეს როგორ დატოვა ფილმში დაახლოებით ეგეთი იყო რომ როგორ გაუშვეს ეგ ეთერში ლაივი პირდაპირ ლაივი არა მე მირამდა ეს ხალხი მე მგონი არია და დაღუპა იმან ბრეხტმა არა ამათმა ბრეხტი რა იცია რობიკომ დაღუპა ვინც ამან რო ბრეხტმა რო არტი უნდა გაცდეს რობიკომ დაღუპა ეს პოლიტიკური გახდეს ყოველთვის და მე რობიკომ როდესაც შენ ცოტა გაზარდა ძალიან ბევრი მაგარი კუმანიშვილმა და რობიკო იმიტომ რომ კავკასიის წარწერა და რობიკომ დაღუპა ეხლა რობიკომ როგორ დაღუპა ეს გადატანილი მნიშვნელობა მაგრამ რობიკოს შეუძლია თვითირონია რობიკოს ერთ-ერთ ინტერვიუში კარაბას ბარაბასი ხარო რო უთხარი და თეატრი არ მივასება თქო და არც მე არ მივასება და მართლა კარაბას ბარაბასი ანუ რა არის ნიჭიერი ადამიანის თავარი თვითირონია შენ რომ მეუბნები რომ თეატრი გასცდა საზღვრებს გადმოეფინა ბიჭო ცოტა რობიკოს ტურუას დღეს ლანძღავს დოი და ეგეთი შანტრაპა რობიკოს ტურუას და უნდა მოვიხმო ის ჩემი საყვარელი ისტორია რომელსაც ძალიან კარგად ყვება ჩემზე ვეროდ უკეთეს და შათირიშვილი რომ რობიკოს ტურუას რა აქვს გაკეთებული რომელსაც ჩვენ არ მოვსწრებიართ და ჩვენ ვიცით გადმოცემით და ჩვენ ვიცით რომ მოიძიებ ფაქტებს წარსულიდან როდესაც შექსპირის თეატრში დადგა ჰამლეტი მეორე დღეს BBC-ზე წამყვანებმა თქვეს რომ ჯერ ფეხბურთი ქართველმა თეატრალებმა შექსპირის ჯერ ფეხბურთის თამაში გვასწავლეს ფეხბურთის ქვეყანაში და შექსპირის ქვეყანაში სამშობლოში შექსპირის დადგმა გვასწავლეს ანუ მოდი დოიზე ვიღაცა მსგავსი რამე თქვას შინან გარეთ და მერე გველაპარაკოს ეს მთელი თეატრის და მთელი ხელოვანების სახელით რა ბიძინა ივანიშვილის აღდგენილ იმაში რომ ზის დღემდე და სახელმწიფო სუბსიდიაზე რა. ჩვენ ვართ გაფიცული სტუდენტები, რომლებიც იკავებენ თეატრალური უნივერსიტეტის შესასვლელს, ალბათ ცივა და რა თქმა უნდა შეუშვან და იქნა იყვნენ.
იმიტომ რომ გვინდა გაკეთდეს კაფეო და ღია განაცხადი, რომელიც ეხება სოლიდარობას და რა, კაი, გასაგებია. მადლობა. შეიჭნენ რა, შეიჭნენ იქა, შევიდნენ, ან შეიჭნენ. ბიჭო, აი კიდე ერთხელ ვამბობ რა, დიდი ბოდიში, მაგრამ მე მთელი ეს თეატრალური ინსტიტუტი არ მინდა ეხლა ცა ინსტიტუტში შეურაცხყოფა. არ მევასება რა ეს. აი, არ გვინდა. აი, რა იცი? მე რომ თავი გონია მსახიობები და რეჟისორები, მე მოწიხარ ბაჩოსთან ფულებს ხოთ და დებილობებს იღებთ მაინც. კაი, არ თქვა ერთხელ სიმართლე, რა გამიძრაგეთ? ამ უნიჭო დებილებმა არ გამიძრაგეთ. გაიცანით გაფიცვების დროს, რომ გაიგეთ, რომ მსახიობი იყო. ეგ არის ჩემ ბაურთი ისტორია. მე ყველა. ხო, ან მეც ბევრი, თქვა. აი ეს კახატმიტოშვილი გაიცანა. ახლა ბურჯანაძეს გავსო, მე მარტო მაქინა გავიცანი. არა, ეგ ვიცოდი. ეგ რეჟისორი. ცნობილი გიჟია. მე მარტო აქტივიზმი. არა, მსახიობი. რეჟისორია. პირველ რიგში რომ მივიდა როსეთი არის ევროპა ძალიან მაგარი ტიპი გავიცანი. მე ყავდა ფილმში ნანახი. ხო, შეიძლება მეც ყავდა, მაგრამ მისი პოლიტიკური მოსაზრებები ხო არ ქონდა გაგები. მე ბიჭო საქმეს მიხედეთ, მართლა რაღაცა გადაიღეს, რაღაცა. მე დაჟე დაფინანსებული ხალხო იმაში ჩეხეთში მყავს გაშვებული. აი, შენი ფული წავიდა. ის სახელმწიფო ფულით იგულავა ჩეხეთში, ხო, ფესტივალზე. ეთქობა მან ნახა რომ იღვიძებს იქ. კაი, მეგობრებო, მან გაუხსნა, მაგრამ იმენა ჩვენი პერდიები და აი, მაგარი ნარკატა. საქართველოს ჰუმანიტარული მეცნიერება კი არა, ტექნიკური დისციპლინები არის გასაძლიერებელი. მე ვაფშე ფიზიკოსი ვარ და ფიზიკოსის სტუდენტი და ვაფშე არ მოსება ტექნიკური გარდა სხვა არ ვთვლი განათლებად არა ტექნიკურ განათლებას. არ ვთვლი ბატონო. აჰა, ჩამქოლეთ. მიჩილეთ სადაც გინდა. კარგით რა ხალხო, კარგით მართლა რა. ბაზარი არა გვაქვს დიდი. იმის ნაცვლად რომ რაღაცა ბაზარი მოიპოვოთ, რაღაცა მართლა გადაიღონ, რაღაცა დაწერონ, რაღაცა ინცესტუალური წრე არის, ყველა ერთ ზატო ხო არის. ყველა ერთმანეთს იცნობს და ხო რა მაგარი ხარ, აი ანალიზით არის. შემდავებელი არ ყავთ. შემდავებელი არ ყავთ და ო, შეხო მაგარი ხარ. დათურ სამსახურს კრიტიკა არ არის, კრიტიკა არ არის, არც ლიტერატურული კრიტიკა, არც თეატრალური კრიტიკა. მეგობრობენ ერთმანეთში და ტეხავს ახლა რაც არ უნდა ცუდი გადაიღოს, მაინც გაიროჟა. და ეხლა გაერთიანდნენ, ვითომ საქართველოს თავისუფლების მოთხოვნით რა. და ეს პერსპექტიული დოი და ისინის პერსპექტიული ახალგაზრდები უკვე ჩემზე დიდები არიან ზოგიერთი მაინც პერსპექტიული ახალგაზრდებად დარჩნენ. კარგით. კარგად ზანებოდი მეგობრებო. ყველაფერი კარგად იქნება. რა ვიცი, დღეს რო უყურე ძალიან ცოტა ხალხი იყო. ეს არც არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, ჩვენ თავებს არ ვითვლით, ფეხებს ვითვლით და ორზე ვყოფთ. კარგად ზანებოდეთ მომავალ შეხვედრას. ნახვამდის.